ილონ მასკის პოლიტიკური მოღვაწეობის ფონზე მიმდინარე წლის აპრილში ევროკავშირის მასშტაბით ტესლას გაყიდვები 53%-ით შემცირდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა და ლევანდელი დღის რიცხვით სწორედ ეს არის. ამერიკულ ელექტრომობილებზე მოთხოვნის უეც არის შემცირება პირდაპირ კავშირშია ტესლას გენერალური დირექტორის ილონ მასკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ ფიგურად იქცა. ევროპელ მომხმარებლებს განსაკუთრებით ის ფაქტი არ მოსწონთ, რომ ილონ მასკი ევროპაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს უცხადებს ხარდაჭერას და სოციალურ ქსელ X-ში სადავო შინაარსის პოსტებს ავრცელებს. ამასთან ევროპელები სოლიდარობას უცხადებენ იმ ამერიკელ ფედერალურ მუშაკებს, რომლებმაც სამსახურები ილონ მასკის დეპარტამენტის დოუჟის გადაწყვეტილებით დაკარგეს. საერთოდ ჯამში 2025 წლის აპრილში ტესლამ ევროპის ბაზარზე 5475 ელექტრომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით განახევრებული შედეგია.